Ψონის დადებასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ამ კითხვას პასუხი ზუსტად 2 დღეში გაეცემა. მანამდე არსებობს ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია შემდეგი იყოს კახაკალაძე, მამუკა მდინარაძე, ან ისევ ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც არის აზრთა სხვადასხვაობა, რადგან თუ კი ირაკლი კობახიძის ხელში აღმოჩნდება, ისევ ყველაფერი გამოდის, რომ ერთი კაცი იქნება მმართველი. კახაკალაძის შემთხვევაშიც არის საინტერესო კითხვის ნიშნები. მანამდე კი სანამ ჩვენ გავიგებთ, ვისზე გაკეთდება მთავარი არჩევანი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ახლა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს ვკითხეთ, თუ რა ვერსიებზე არის საუბარი, მათ არც ერთ ჩვენს კითხვას ცალსახა პასუხი არ გასცეს, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ყველაფერი ასე არ ხდება, რადგან ის არ არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და რომ მათ პარტიაში არის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები დემოკრატიული თვალსაზრისით. დაგვიდასტურეს ისიც, რომ თითქოს არსებობს გასვლები, კონფერენციები რეგიონებში, თუმცა ძალიან საინტერესოა ვინ გახდება ქართული ოცნების მომდევნო თავმჯდომარე იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც პირველებს დაუდასტურეს ირაკლი კობახიძესა და კახაკალაძეს საკუთარი ლობისტები ყავთ პარტიაში, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე ვერანაირი ლობირება ვერ ახდენს გავლენას, რადგან ის სწორედ მორჩილების თვალსაზრისით იღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, როგორ იქნება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ტარდება პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს. არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ თქვენც არიცით შე? არის გადაწყვეტილება მიღებული და ამასთან დაკავშირებით იცით ვინ არის კანდიდატი? რა თქმა უნდა, ვიცი კანდიდატურა ვინ არის და ვინ იქნება პარტიის წევრი. რასაკვირველია, საინტერესოა, ჩატარდება როგორც გამოცხადებული იქნა ქართული ოცნების ოფისში, თუმცა შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ რეალურად მსჯელობა მიმდინარეობდა, ეს განცხადება უნდა გაკეთდეს ყრილობაზე და გააკეთოს იმ პიროვნებამ, ვისაც ეს დავალება ექნება მიცემული. ვერ გეტყვით, საბოლოოდ შედეგს გაიგებთ სულ მალე. ზეგ. მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ეს მისი ხედვა არ იყოს დამყარებული ფართო კონსულტაციებზე, მათ შორის გუნდის წევრებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასე რომ ჩვენ არანაირად არ აგვაქვს ეს განცდა, რომ ვინმე შეიძლება რეგიონში ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა და ამის იქით უკვე ყველანი არიან უმოქმედოდ დატოვებული. ესე არ არის. სტილი არ არის, ეს მისი პირადი სტილი არ არის. არ საუბრობენ ქართული ოცნების მოქმედი წარმომადგენლები, თუმცა ამ პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაფერი იციან. მათ შორის ეკა ბესელია, რომელიც არის ამ პარტიის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ოლიგარქის გადაწყვეტილება. ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი, რომ სურდეთ ამაზე საუბარი, ვერ გარისკავენ, რადგან შეიძლება საკუთარი თავი ჩაიგდონ უხერხულ მდგომარეობაში. ერთადერთი, რაზეც ის მკაფიო განმარტებას აკეთებს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მომდევნო თავმჯდომარესაც მორჩილების ნიშნით შეარჩევს, მისი ვარაუდი კი არის ის, რომ ირაკლი კობახიძეზე გაკეთდება ისევ არჩევანი. ის ამბობს, რომ ახლა არ აქვს ბიძინა ივანიშვილს ექსპერიმენტების ჩატარების დრო და აქედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური იქნება, თუ კი ის ამ სიტუაციაში ტრადიციულ და უკვე ნაცად აპრობირებულ ხერხს მიმართავს და მისთვის ყველაზე სანდო, ყველაზე მორჩილ ადამიანზე გააკეთებს არჩევანს. პირველ რიგში არ ამბობენ, იმიტომ რომ თავადაც ერთმანეთს არ უმხელენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს მხოლოდ ივანიშვილი, ბოლოს გაუმხელს თავის გუნდს. ეს არ არის ესეთი კულტურა არ არის პარტიაში, რომ წინასწარ ხდებოდეს განშა და განხილვა ასეთ საკითხების და შეიძლება მიღებული გადაწყვეტილება ბოლო დღე შეიცვალოს, ან ბოლო საათზე შეიცვალოს. ამიტომაც არ ამბობენ და იტყვიან იმ დღეს, როდესაც იქნება ყრილობა, რომელიც იქნება ძალიან ფორმალური და არაფერი საინტერესო და არაფერი რაც შინაარსის მომცემია, რაიმე ინფორმაციის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც გადააფასა ამ პარტიამ, რაღაცა იგრძნო, დაინახა, გაიაზრა, რა კრიზისშია ქვეყანა. არ არის დიდი რიგი სათადარიგო სკამის ივანიშვილისთვის, მას სჭირდება ძალიან ერთგული შემსრულებელი დავალებების და არ არის გამორიცხული ისევ კობახიძემდე მივიდეს ეს კვალი, იმიტომ რომ ეხლა ექსპერიმენტების ჩატარება არ ჭირდება ივანიშვილს.
ასე რომ არ ვიცაბოლოდ ვიზე შეჩერდება, მაგრამ მას ჭირდება ეხლა ადამიანის შემსრულებელი, რომელიც არ დასვამს კითხვებს, არ იკითხავს, რატო კეთდება ის, რაც კეთდება, ან რა მოყვება ამას, რასაც აკეთებენ, აი ესეთ ადამიანში. პირველ რიგში არ ამბობენ, იმიტომ რომ თავადაც ერთმანეთს არ უმხელენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს მხოლოდ ივანიშვილი, ბოლოს გაუმხელს თავის გუნდს. ეს არ არის ესეთი კულტურა არ არის პარტიაში, რომ წინასწარ ხდებოდეს განშა და განხილვა ასეთ საკითხების და შეიძლება მიღებული გადაწყვეტილება ბოლო დღე შეიცვალოს, ან ბოლო საათზე შეიცვალოს. ოცნება პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს, ასევე არსებობს კითხვის ნიშნები ადგილთან დაკავშირებით. ამაზეც არ აქვს ცალსახაპასუხი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელს, ზოგიერთი მათგანი ასახელებს გორგასლის ოფისს, თუმცა ამაზეც ამბობენ, რომ შესაძლებელია ლოკაცია ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. მოკლედ არ ვიცით კონკრეტულად ვინ იქნება თავმჯდომარე და აგრეთვე არ არის ზუსტი ადგილი ცნობილი. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე არიან ის სამი ადამიანი, რომლების სახელები და გვარებიც ყველაზე მეტად დომინირებს ამ პროცესში ვერსიების განხილვის თვალსაზრისით, თუმცა როგორც მოვისმინეთ პოზიციები, ახლა ყოფილი ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათ შორის ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა აირჩიოს ბიძინა ივანიშვილმა, ის იქნება პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანი, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილისადმი განსაკუთრებული მორჩილებით გამორჩეული.